ვარ საბა მეხეშიძე 10 წლის. ვსწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ეს ჯორჯიაში. იქამდე 1 წელი ვთამაშობდი დინამო ბათუმში და მერე შევიცვალე გუნდი. დინამოდან იმიტომ წამოვედი, რომ იქ იყო კარგი მწვრთნელი ლუკა ოკოჯავა და მაგით თბილისში წავიდა. გამემართლაობ ეს ჯორჯიაში კარგი სიტუაცია დამხვდა. ჩემი მწვრთნელია თორნიკე ბურკაც. ის არის ცოტა მკაცრი, მეგობრული, ბედნიერი და მხიარული. ბედნიერი იმიტომ გონია, რომ კარგი ფეხბურთელები ვყავართ. მე ვთამაშობ მეკარის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი დაცვაში და მერე შევიცვალე პოზიცია. ბავშვობიდან ვატყობდი, რომ მქონდა მეკარის კარგი მონაცემი. ყველას კარგად მეხერხება პენლების აღება. გამოსასწორებელი მაქვს სპასები, რადგან ცოტა თამაშის დროს ნერვიულობ და სპასებს ვერ ვაკეთებ. უკვე მქონდა 30-მდე შეჯიბრება. ყველას კარგად დამახსოვდა დელფინებთან თამაში. იმიტომ რომ გავიმარჯვეთ 5-2. კარებში ვიყავი საიმედო და ბევრი მკვდარი ბურთი ავიღე. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშები 12-ნო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის გიორგი მამარდაშვილი და საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. 6 წლის რომ გავხდი, მერე გადავწყვეტე რომ გამოვიდე პროფესიონალი ფეხბურთელი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წამომიდგენია. თამაში დავიწყებ ინტერის აკადემიაში, შემდეგ გადავალ PSG-ში და შემდეგ გადავალ რეალ მადრიდში. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 38 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები სპორტის მინისტრი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყავს, რომ კარგი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკო ჩიქოვანი. ყველაზე მშვიდია ალექსანდრე ვარშავინცე. ყველაზე ცელქია ალექსანდრე სულმანიცე. ყველაზე ბედნიერი მგონია ბაქარ ბერძი. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. შეყვარებული იმიტომ არ ყავს, რომ ჩემი შესაფერის გოგო არ შემხვედრია. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქმევ ილიას და დანიელას. ჩემი საყვარელი საგანია ჩვენი საქართველო. საყვარელი მასწავლებელია დიანა კაბანაძე, რადგან მხიარულია, ხალისიანი და კარგი ურთიერთობა აქვს ბავშვებთან. რაც თავარია, უყვარს ბავშვები და თავის საქმე. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან მინდა ვიყოს დასრული და დამოუკიდებელი. კიდევ მინდა ყავდეს ერთი პატარა და. ჩემი უფროსი ძმა არის 12 წლის და ჰქვია სანდრო. ის არის ჭკვიანი, მხიარული, ცელქი და ნერვების მომშლილი. ნერვებს მიშლის, როდესაც ისეც გაბრაზებული ვარ. ჩემი ასის სანდრო გაიზრდება გამოვა მხატვარი. უმცროსი ძმა არის 3 წლის და ჰქვია დემე. ის არის მოსვენარი, ჭკვიანი და ნიჭიერი. დემე ალბათ გამოვა კალათბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, მშრომელი და ვაჟკაცი. ძალიან უყვარს მთელი ჩვენი ოჯახი და ზრუნავს ჩვენს. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია და გულთბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველას გემრიელად გააკეთებს მექსიკურ კარტოფილს. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემს თავგადასავალს. თუ როგორ გავხდით ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი. ყოლფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმი არის Welcome to the Jungle. ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშები თავარ როლს. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ვისთან ერთად გავუფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავუფრინდებოდი ჩემს უფროს ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი ელექტროსკუტერი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, კარგი მეგობრები და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.